გამარჯობათ. ვაგრძელებ ონლაინ გოზე თამაშების ჩაწერას. ამ შემთხვევაში ვთამაშობ ჩემი აკაუნტით. აი, მეტოქე უკვე გამოიძახა. მეგონა მქონდა 16 კიუ, მაქვს 17 კიუ. და ვეთამაშები მოწინააღმდეგესაც აქვს ასევე 17 კიუ. თამაშა მეტოქემ თამაშობ შავებით, მე თეთრებით. თამაში არის 5 წუთი. 5 ნახევარწუთიანი 30 წამიანი ბიომით. წინა ჩანაწერებმა 3 პარტია დაიკავა დაახლოებით ნახევარი საათი, ეს დიდი დრო არის. სავარაუდოდ გაუჭირდებათ განსაკუთრებით ახალგაზრდებს უჭირთ 30 წუთი ერთ და იგივე რამის მოსმენა. ეხლა მე ვითამაშებ აქ ჩავწერო 2 პარტიას. ნახოთ როგორი პარტიები გამოვა. აი მოწინააღმდეგე დაფის მარჯვენა ნაწილს იჭერს. აი თამაშობ. როგორც პირველი პარტიებიდან გითხარით, დაფის გაყოფა თანაბრად აწყობთ თეთრებს. მე მაქვს ვეთამაშები ჩემს თანატოლს, ასე ვთქვათ, რანგით 17 კიუ, 17 კიუს წინააღმდეგ, ამიტომ მე 6 ნახევარი კომი 6 ნახევარი მაქვს. ნაუკნათ ეხლა ჩავკეტოთ აქ. თუ ვითამაშოთ, არის ასეთი სტრატეგია, შეიძლება D3-ზე გაწყვეტი საშუალება მივცე და E3 ქვა საერთოდ შევწირო. E3 ქვა. სამაგეროთ მივიღო. კარგი, მოდი წავიდეთ ამ სტრატეგიაზე და ვნახოთ რას მოგცემს შედეგს. აი D3 გაწყვიტა და E2 ქვა. დარჩა ასე ვთქვათ შეწირული. მივცეთ ეს ერთი ქვა. თეთრების თამაშის დროს 6 ნახევარი კომის კლობის გამო შეიძლება 1-2 ქვის ასე ვთქვათ დათმობა. აქაც შეიძლება შემოუშვათ. და აქეთ გადაუკეტოთ. სამაგიეროთ. ავიღოთ დაფის სხვა ნაწილში ქულები. აქ არ უნდა დამეშვა ესვლა. მაგრამ ნახოთ მაინც ას მოგვიტანს. საკმაოდ შემოუშვია ეს სოლივით. აბა
თუ გამართლებს ჩემი სტრატეგია შეწირვის და დაფის რაღაც აი ზედა ნაწილში ვეუფლებ მე უპირატესობას როგორც ხედავთ აი ახლა მოვაქციოთ ატარიში ახლა ვემუქრები მე B4-ს C7 ქვა ატარიში რჩება აი როგორც ხედავთ ისე დაფის ზედა ნაწილი ორი ხაზი სრულად ეჯერობით შემდგარ გარგულებაშია შემოვიჭრეთ ცოტა ჩვენს სიღრმეში შემოვუაროთ აქეთ ამ მხრიდან ახლა გადაწყვეტა ბოლო გადამიკეტოს აქეთ გზა მოდი ვითომ გადარჩენა გადავწყვეტოთ ამ ქვის საერთოდ არის ასეთი ნათქვამი თუ წირავ ერთს გარებ შეწირე ორი ასეთი გამონათქვამიც არსებობს ну თუ F4-ს წადებს მე F7-ით გადავკეტავ F4-ს თუ დადებს F7 და აი ბოლო ხაზები უკვე იქეთ უკვე ამის იქეთ ვეღარ შემოვა რაღაცას მწერს ვერ ხედავ ამ პიროვნებას ვეთამაშე ადრე ვაკვირდებით ალბათ ხო? მე ვფიქრობ რომ გულები მეყოფა მოსაგებად. აი ეს ნაწილი ამოქვა სწავიღებ, აქ საზღვარები ჩაიკეტება, მარცხნივ ჩაიკეტება მარჯვნივ. და შემდეგ ვიტყვით პას. Biojami. აჰა, ეს არ მომეწონა ეს გამოხტომა, მაგრამ მე მგონი არაფერი არ იქნება. ეს არის მეორე ხაზის ქვის ჩაჭერა. ახლა აქ არ შეიძლება თამაში, იმიტომ რომ მიკვდება ჯგუფი, ამიტომ ჯერ მოვკლავ ამას და მერე ჩავკეტავ. ჯერ მოვკალი H7, ახლა დარჩა საზღვრების ჩაკეტვა. შეიძლება აქაც შემოუშვა? აქ ჩავდებ ქვას, ორი ქვა უნდა ჩაკეტოს, ახლა აქ ჩავდებ ქვას. აი ჩაიკეტა საზღვრები, მე მგონი დასრულდა დაფის განაწილება. რა თქმა უნდა, დათვლადია ახლა ქულები შეგვიძლია ზუსტად.
ზუსტადაც დავთვალოთ, აი შავების 9 ქულა, 9 და 8, 17, 18, 19, 20, 21 ქულა აქვს. შავებს აქვს 21 ქულა. სლას არ თამაშობენ, მე მგონი არც აქვს აზრი რა იმესვლის გაკეთებას. აქ რასრებს მე მგონი, ხო? მე ვასრებ ამის მოკლას, აი ამ მთელი ამ ჯგუფის მოკვლა გადაწყვიტა, მაგრამ აი ამ სვლით მე ვასრებ ამის მოკლას. და ამით დასრულდებაც კიდევაც პარტია. ალბათ ჩემს სასარგებლოდ კომის გამოყენებით. Pass. მოდი ჩვენს მემოდან შევუტიოთ, ნახოთ. Pass. Пасси вот твои. Снимите мертвые камни. 27 ნახევრით 23. გადავთ დაფაზე, როგორ არის ქულები, კომპიუტერი გვიჩვენებს. Вы выиграли. მოდი ერთი პარტიაც ვცადოთ. Партия началась. ვცადოთ კიდევ ერთი პარტიაც. ეხლა მე ვარ შავებით. ეთამაშები 17 კიუს. მე უკვე 16 კიუზე. ესე ოფილ ვარ, ჩამოვედი 16 კიუზე. არ დავიწყე ცენტრში, ტენგენით, დავიწყე 4-4-ზე. ჟ7 ვემუქრები. გადავკეტავ აქაც მინდა აი აქეთა მარცხენა მხარეს მინდა მივიღო დიდი უპირატესობა ჯერჯერობით. აი ცარიელ სივრცეში შემოიჭრა თეთრი მოწინააღმდეგე C7-ით. აი ეხლა როგორ ვითამაშოთ? აქ გადავკეტო ყოფა თუ არა, შემდეგ მე მოდი ვითამაშოთ F4 აქედან აქეთ მოდი ვითამაშოთ E3 აი ამ სამკუთხედს დამემუქრა ატარი აქ რომ ვითამაშო და ეს ხომ მივცე ხომ არ იქნება ეს უპრიანი. აქ მომიკლა, აქ ჩაკეტავს და იქნები აქედან აქეთ შეჭრილი ესენი გადაებნება. აჰა, აქედან მომიხვედრებს. კარგი, დავიცვათ F4 ქვა. ნახოთ. აი ეხლა თეთრები აკეთებენ იგივეს დაფის გაყოფას, მაგრამ ჩემ მხარეს დაფის უფრო მეტი ნაწილი არის, როგორც ხედავთ, მეგობრებო. მე მგონი ასეთი გაყოფა თეთრებს არ ეყოფათ ქულები. აი ორი ცხრიანი ხაზი,
ეს არის 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, აჰა, 25, 26 იყოს თუნდაც. დაფის აქეთ მხარეს, იმიტომ რომ მე ერთი ხაზით უფრო გადასული ვარ მარჯვნივ, ვიდრე მეტოქე ჩემ მხარეზე. ეხლა რა თქმა უნდა, მეტი აღარ გაუშვებ, რომ არ გაწყვიტოს მთლიანად ჩემი ორი ჯგუფი. აჰა, ეხლა მაინც ცდილობს, რომ აი ეხლა აქ თუ გამიწყვიტა, მერე ეს ჯგუფი იქნება მოწყვეტილი. ამიტომ არ ვაძლევ საშუალებას. ეხლა E9-ს ხომ არ ითამაშებს. აჰა, აქ ცდილობს, რომ რაღაც ააქვს. მოდი შევიჭრათ G7-ზე. თუ ითამაშებენ ნახოთ როგორი წავა ბრძოლა. აი, აქ 3 დამე ექნება. აქეთან ნაწილში დარჩება ქულები. მოდი შევავიწროებ ახლა აი შემოჭრილ მარცხენა ზედა მხარეში შემოჭრილ ქვებს და რას აძლევს ეს, რას მიცემს ეს. ნახოთ. წესით უნდა მოვიგოთ. ეს სამი ქვა ჩემი, რა თქმა უნდა, დაკარგულია. მაგრამ აქეთ მარჯვენა მხარეს აღებული ქულები არ მგონია რომ ეყოთ თეთრებს. ახლა ეს მოვგონათ თუ აქ გავითამაშოთ დაცვა. დაცვაში არაფერი გამოგრჩეს ისეთი. დაცვაში არ გამოგრჩეს აი აქ მარცხენა დაბლა კუთხეში, სადაც ჩემი ქულები არის და მეგულება მე რომ ეს უკვე ჩემად. ბიოემი. აქ არაფერი გამომრჩეს. რა მგონია ისეთი რამე იყოს. ნუ კარგი, ვითამაშოთ ასეთი B4 სვლა. ეს ავანტიურული სვლები ხომ არ არის მეტოქის. არა მგონია აქ ორი თვალიანი ჯგუფის აგება მოახერხონ თეთრებმა, კონდეთ შანსი ამისი. 10, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1. Осталось 4 периода.
10, 9, 8. თამაშობს საკმაოდ თანამად მიწევს წინ შანსი ქონდეს 10, 9. ეხლა A5 მოხდება შემდეგ მოული მესამე ხაზზე ხვევს და ალბათ ეს ხვებიც ალბათ მოუჩდება მოუჩებულია აი მარცხენა მაღლა კუთხეში რაც ეს პასუხები გააკეთა ანუ ეს შემოჭრილი ქვები ისევე როგორც ჩემი სამი ქვა ალბათ ესენი დატყვევებული ეს კლავს მაგრამ მანამდე მე მოვყავდი დასწრებაზეა ყველაფერი ამ ქალაქში როგორც ამბობს ერთ-ერთი პერსონაჟი ყველაფერი დასწრებაზეა ამ ქალაქში ასეთი გამოთქმა ხშირად შეიძლება გამოგადგეთ მეგობრებო Вы выиграли. დამლებდა მოწინააღმდეგე როგორც ვითხარით აი ეს ზედა ნაწილში 4 ქვა ეს დატყვეულია ქვემოთაც ეს დატყვევდება და ნუ უპირატესობა საკმაოდ დიდი უპირატესობით მოიგებ მადლობა ყურადღებისთვის შემდეგ ჩანაწერისათვის მოემზადები და ჩავწერთ